არაფორმალური ურთიერთობების სკოლაში. დღეს საჯარო სკოლები ისე არის მოწყობილი, რომ იშვიათად ნახავთ გარემოს, რომელიც ემყარება გაზიარებულ პროფესიონალურ ღირებულებებს. ყველა ორგანიზაციის და მათ შორის სკოლის ფუნდამენტური პრობლემა დინამიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება. როცა სკოლის კულტურას განვიხილავთ, სწორი ანალიზის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ არაფორმალური ჯგუფების ფუნქციონირებაზე და მათ გავლენაზე სკოლის ეფექტიანობისთვის. არაფორმალური ურთიერთობები ვითარდება მაშინ, როცა ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ერთად უწევს სხვადასხვა ამოცანების შესრულება, მაგალითად ინტერაქციის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის საერთო მიზნების იმპლემენტაცია. ასევე არაფორმალური ურთიერთობების შედეგია არასტრუქტურირებული წესებისა და ნორმების ჩამოყალიბება ჯგუფის შიგნით. სკოლაში ქცევა ძირითადად რეგულირდება იმ არაფორმალური სტრუქტურებით, რომლებიც წარმოიშვება ფორმალური სისტემის ტრანსფორმაციის მიზნით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ სკოლის ნაყოფიერ მოღვაწეობაზე, იშვიათად ვგულისხმობთ იმას, რომ ორგანიზაციის ეფექტურობა მაშინ არის თვალსაჩინო, როცა ქცევა რეგულირდება არაფორმალური ურთიერთობებით, სისტემებით და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბიუროკრატიულ მექანიზმების დოგმებზე. ორგანიზაციის თანამშრომლები, ამ შემთხვევაში მასწავლებლები უნდა განვიხილოთ იმ რესურსად, რომლებიც საჭიროებას წარმოადგენენ თავიანთი მოთხოვნილებებით, ფასეულობებით და პროფესიონალიზმით. ისინი ეფექტურები არიან მაშინ, როდესაც ქმნიან არაოფიციალურ სტრუქტურებს და პროფესიული მიზნით დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან. მეცნიერული მენეჯმენტის მიმდევრები რაციონალური სისტემის მიდგომის გამო უარყოფდნენ სოციალური ურთიერთობების მნიშვნელობას. რაციონალური სისტემების უარყოფითი მხარე კი არის ის, რომ მისი სტრუქტურა შეზღუდულია სრულფასოვნად მიიღოს და გადაამუშავოს ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციაში შემოედინება. აქედან გამომდინარე უკვე მნიშვნელობას იძენს არაფორმალური ურთიერთობები, რომელიც შედარებით მარტივად რეაგირებს გარემო პირობების ინტენსიურ ცვლილებებზე. სკოლამ, როგორც ღია სისტემამ, ეფექტური ფუნქციონირებისთვის უნდა შეძლოს განიცადოს ცვლილებები და არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ გარემოს ზეგავლენის უზრუნველყოფისკენ. გარემოს ზეგავლენის უზრუნველყოფა ასევე უგულებელყოფა კი ნიშნავს იმას, რომ სკოლა არ ითვალისწინებს მოსწავლეების საჭიროებებს, რადგან დღეს რამდენადაც იზრდება გარემოს სირთულე, იმდენად იზრდება სკოლის შეცვლის საჭიროება. მაგალითად, სკოლებს უკვე უწევთ ადაპტირება ბავშვთა სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ჯგუფებისათვის, მათთვის განათლების მიცემის თვალსაზრისით, განვითარდა სპეცმასწავლებლების, მეტყველების, თერაპევტების, სკოლის ფსიქოლოგების და ასევე სხვადასხვა სოციალური აგენტების კატეგორიები. სკოლა სოციალური ურთიერთობების სისტემაა, თუმცა ვერ რეაგირებს საკუთარი გარემოს მოთხოვნებზე. სამწუხაროდ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. სკოლის მოუქნელი ბიუროკრატიული სისტემები ხელს ვერ უწყობს მასწავლებლებს იყვნენ შემოქმედებითები და განავითარონ თავიანთი ინოვაციები. აქამდე არსებობდა ტენდენცია, რომ მასწავლებელი დამოუკიდებლად აწარმოებდა საკლასო აქტივობებს, თუმცა დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ სკოლების სტრუქტურის ცვლამ და ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვამ სწავლა-სწავლების პროცესში გარკვეულწილად მასწავლებლები დააყენა ახალი გამოწვევების წინაშე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არაფორმალური ურთიერთობების განვითარება, სხვადასხვა ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის განაპირობებს და ზრდის პედაგოგის პროფესიული განვითარების ტემპს. თავის მხრივ კი ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა იღებს მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს. მასწავლებლის მაღალი კვალიფიკაცია კი პირდაპირ კავშირშია მოსწავლის დადებით აკადემიურ შედეგთან. როცა სკოლაში მივდივართ და ინტერვიუს ვიღებთ მასწავლებლებისგან, მათი დამოკიდებულებები ყოველთვის ერთგვარია. საშუალო სკოლის მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მათ სჭირდებათ ნებართვა და თანხმობა ყველაფერზე. სამუშაოს ისინი ნაკლებად აღიქვამენ საკუთარ საქმედ, უმნიშვნელო საკითხებიც კი შეთანხმებული უნდა იქნას ხელმძღვანელთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, მის დასამყარებლად საჭიროა გარკვეული უნარ-ჩვევების კომპეტენციები, რომელსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. აღნიშნული შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური კაპიტალის როლი. ეს გულისხმობს მასწავლებლის უნარს დაამყაროს პროფესიული კავშირი კოლეგებთან, სოციალური კაპიტალი შედგება ადამიანებისათვის ღირებული ურთიერთობებისაგან. ინდივიდი რასახის კაპიტალსაც არ უნდა ფლობდეს, მის შესაძენად საჭიროა დრო და მეორე ინდივიდთან ურთიერთობა.
რატომ ვანიჭებთ უპირატესობას არაფორმალური ურთიერთობების ჯგუფების ჩამოყალიბებას? შეიძლება მოვიყვანოთ რამოდენიმე არგუმენტი. პირველი, კვლევები ადასტურებს, რომ ჯგუფები ინდივიდებზე უკეთ ასრულებენ სამუშაოს. მეორე, ჯგუფში მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები იჩენს თავს. მესამე, არაფორმალური ურთიერთობებით ჩამოყალიბებული ჯგუფები უფრო მოქნილები არიან და მოვლენების ცვლილებებზე მეტად რეაგირებენ, ვიდრე მკაცრად კონტროლირებადი ტრადიციული ჯგუფები. მეოთხე, მსგავს არაფორმალურ ჯგუფებში თანამშრომლობის განვითარებას და ცოდნის გაზიარებას ხელს უწყობს ურთიერთობის მაღალი ხარისხი. და მეხუთე, განსხვავებული ინდივიდებისაგან შედგენილ ჰეტეროგენულ ჯგუფებს უფრო მეტად განსხვავებული შესაძლებლობები და ინფორმაცია აქვთ, შესაბამისად, ისინი უფრო ეფექტურებიც არიან. რაც უფრო მრავალფეროვანია ჯგუფი, პიროვნული თვისებების, სქესის, ასაკის, განათლების, ფუნქციონალური სპეციალიზაციის და გამოცდილების მიხედვით, მით მეტია შესაძლებლობა, რომ ჯგუფს ამოცანის ეფექტურად შესასრულებლად საჭირო ნიშან-თვისებები ჰქონდეს. საინტერესოა ასევე არაფორმალური ურთიერთობების შედეგები და გავლენები სწავლა-სწავლების პროცესთან მიმართებაში. მკვლევართა უმეტესი ნაწილის აზრით, არსებობს კავშირი მასწავლებლის არაფორმალურ ურთიერთობებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის. მასწავლებლები, რომლებიც უფრო ხშირად თანამშრომლობენ სხვა მასწავლებლებთან და ამავე დროს მათ კოლეგებს აქვთ მაღალი ადამიანური კაპიტალი, უფრო მაღალ შედეგებზე გადიან, ვიდრე მასწავლებლები, რომელთა ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდუალური მცირე ინტერაქციებით, ხო? და ბოლოსკენ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო დიდი ეფექტი მოსწავლეების მიღწევებზე აქვს მასწავლებლების თანამშრომლობას.